გაუწყლობით მიღებული დიაგნოზები ჩემი დღევანდელი პირდაპირ ეთერის თემა იქნება. ანუ დღეს 2 ნოემბერს თბილისის 16 საათზე ჩემ პირად Facebook გვერდზე შორნედი შერაშვილი ვისაუბრებ გაუწყლობით, ანუ შეუსმელი წყლით მიღებულ დიაგნოზებზე. ელემენტარულად ავიღოთ, ხო, რამდენი ქალბატონის შევილია, რომ აი შალი კანი მაქვს, რას არ ხმარო და თქვენ სვავთ სათანადო რაოდენობის ცოცხალ წყალს. შალი თვალის სინდრომიც კი წამოვიდა. აბა, წარმოიდგინეთ, თვალის კაკლის 90% წყალია და თქვენ არ სვავთ სათანადო რაოდენობის იმეორებ ოღონდ ცოცხალ წყალს. იგივე საჭიროა ნერვული სისტემისთვის, აბა, კუჭის შეკრულება რამდენი ადამიანის პრობლემა და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შეუსმელი წყალია. მაღალი პროთრომბინი, მაღალი წნევები, ესეც შეუსმელი წყლის ბრალია, სასახსრე სითხე როგორ წარმოგიდგენიათ თუ წყალი არ დავლიეთ შესაბამისი რაოდენობით. ასე რომ დღეს ძალიან საინტერესო თემა გელით, შემომიერთდით მაშასე 16 საათზე.